ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტით სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ალგეთის სასმელი სისტემის რეაბილიტაცია წელს 35,000 ლარი დაჯდა. გარეგანათების კეთილმოწყობისთვის 31,435 ლარი გაიხარჯა. რაც შეეხება შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 10,000 ლარი გამოიყო. საბირგენთის სასმელი სისტემის რეაბილიტაციისთვის წელს 30,000 ლარი გამოიყო, ხოლო შიდა გზების მოხრეშვა 28,122 ლარი დაჯდა. თაზაკენთში გარეგანათების კეთილმოსაწყობად 22,587 ლარი გამოიყო. ასევე შეძენილი იქნა სარიტუალო სახლის ინვენტარი, რომლის ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. აზისკენთში სარწყავი არხის მილსადენი მოეწყო. ამისათვის 45,480 ლარი გაიხარჯა. ჰაჯისაკენთში ასევე შეძენილი იქნა სარიტუალო სახლის ინვენტარი, რომელიც 14,315 ლარი დაჯდა. წელს მოგვიგვარდა გზის პრობლემა, გარდა ამისა გარეგანათების სისტემაც გაგვიკეთეს, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გვაქვს. მიუხედავად ამისა, წყალთან დაკავშირებული პრობლემები მაინც გვაწუხებს, რადგან მილები ხშირად ზიანდება. ეს კი წყალმიწოდებას აფერხებს. ამ პრობლემასაც თუ მოაგვარებენ, ძალიან კარგი იქნება.